მაური იყო წალენჯიხაში, იქ მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან ქალაქი უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლს გლოვობს. ეს რეჟიმისთვის პრობლემა არ არის და სცენის მონტაჟი მაინც მიმდინარეობს. დავით მაინია შემოგვიერთდება დეტალებით. დიახ, სოფო, წალენჯიხაში ინციდენტს სულ რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა ადგილი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კონცერტი დღეს უნდა გაიმართოს და მე ახლა პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ კადრებს, რომ მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან ადგილზე მობილიზებული. ასევე აქვე იყვნენ შეკრებილები წალენჯიხის მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ აღნიშნულ კონცერტს, ვინაიდან სწორედ წალენჯიხის მკვიდრი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა და მისი ცხედრის გამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება ადგილიდან. სწორედ ამ საუბრების დროს დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე იყვნენ ეგრეთ წოდებული ტირუშკების ადამიანები, რომელთაც არ იცნობენ წალენჯიხელები, მათ შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც და შეურაცხყოფაც. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული და დე-ფაქტო ხელისუფლება მაინც არაპირებს, რომ აღნიშნული კონცერტი ჩაშალოს და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ იმ კადრებს, რაც რამდენიმე წუთის წინ წალენჯიხის ცენტრში გადავიღეთ. არ ქონდათ უფლება კონცერტი ჩაგეტარებინა. კონცერტი არ ქონდათ უფლება რა. კანონის წინააღმდეგ იწევით ხერხით. აი არ ქონდათ უკანონობას რატომ კანონობას და უცხოების კანონებას ხელს არ გინდათ რა, არ გინდათ არაფერს ისეც არ ვაკეთებ. არ არის მერის ყველა შემოსვლება. მერია ხანხობარ მიუწია ეს რომ წერილი ჩვენ გავაგზავნეთ პოლიციას და კეთილინებოს და გაუშვება მისად მოიქცეთ. არაცხელი არ თქვენია იმის ნაკიგველი გარდაცვლილია და რაგეზეინება და რაგეზეინება ამდენი სიგნალის შემდეგ და ამდენი რუსთაველში ახალგაზრდა ბავშვებისება მოხსენილო თქვენ არ ვიცი რას ემსახურების როგორ მე ეს მუშაობ პოლიციას ამდენად გაიგზავნა წერილი რომ ეს ყველაფერი არის უკანონო. არავით არის ნებართვა არ აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობა თუ მუშაობს, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი ნებართვის უმისოდ არაფერს არ აკეთებს. და ეს კონცერტი, ეს სცენა არის ყველაფერი უნებართო, უკანონო. ჩვენ პოლიციას 10 საათზე მივმართეთ, ჩაიბარა პოლიციამ წერილი, რომ აღკვეთოს ეს უკანონობა, მაგრამ პოლიციისგან როგორც ვატყობთ არაფერი არ არის. გამორიცხული არავით არის თანხმობა არ მიუწია, მერია წინააღმდეგია და ითვალისწინებს წალენჯიხას და იმ პატარა წალენჯიხის იმ გულისკივილს, რაც აქ ტრიალებს და იმას, რაც რუსთაველში ტრიალებს. ეს არის ამორალურობა. წალენჯიხელების ნება ნამდვილად არ არის კონცერტის ჩატარება, ეს არის უკანონობის დაკანონება, რასაც ცდილობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. მშვენივრად იციან წალენჯიხელების განწყობა, რომ არ გვეკონცერტება ნამდვილად, ესენი ყველანაირ ზღვარს გადადიან და მიდიან ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. თვითონ ეკონცერტებათ და ხალხს არ წმუნებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია ქვეყანაში რა. გარდაგვეცვალა ახალგაზრდა ბიჭი გმირი, რომელიც ბრძოლის ველიდან უკრაინაში არ არის ჯერ გამოსვენებული. ნუ ამათმა გადალახეს ყველანაირი ზღვარი, ადამიანობა, უსინდისოები არიან. უსინდისოები არ გვაძლევენ გაყრის უფლებას, ეხა პლაკატების გაპროტესტების უფლებას. არ ვიცი, ამათ სინდის ნამუზე რა უნდა ვთქვა საერთოდ. დიახარჩილობა დღეს რო ცოცხალი ყოფილიყო ეს კონცერტი აქ არ გაიმართებოდა. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა აქ რომ ზარზე იმყოფილიყო ძალიან ბევრი მიზეზების გამო. იმის გამო თუ რაც ხდება დღეს რუსთაველზე როგორ უმტვრევენ ცხვირპირ ჩვენ შვილებს და ერთი ხელით ამტვრევენ ძვლებში და მეორე ხელით კონცერტს გიმართავენ და გვაცეკვებენ. არ გვინდა ხალხო. მართალი გითხრათ, უცნაურია ამ კონცერტის შესახებ, იმიტომ რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან პირადად მე მქონდა შეთანხმება ჯერ კიდევ 3 კვირის წინ, რომ ითვალისწინებდნენ იმ სიტუაციას, რაც ახალგაზრდა მერის გარდაცვალებას უკავშირდებოდა და კონცერტზე თავადვე თქვეს უარი. მართალი გითხრათ, აი ეს რა კონცერტია, მე არანაირი ოფიციალური არც სიტყვიერი შეთანხმება, არც სიტყვიერი დალაპარაკება და მით უმეტეს წერილობით, ასე ვთქვათ, მომართვაზე არ მქონია და ეს არის ძალიან უხერხული, როდესაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ ცნობ, რაღაც კონცერტს ატარებ.
სწორედ წალენჯიხ ხაში სულ რამდენიმე წუთის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ახლა პირდაპირ ეთერში ბრიფინგს მართავს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ბურდული, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მიმდინარე მოვლენების ფონზე მერიამ გადაწყვიტა, რომ არ ჩატარებული იყო საახალწლო კონცერტი წალენჯიხაში. ეს იყო ხალხის სურვილი, ხალხის ნება. მაშინ, როდესაც წალენჯიხამ დაკარგა გამორჩეული მერი გიორგი ხარჩილავა, მაშინ, როდესაც ჯაბა კვარაცხელია გარდაიცვალა და იგი შეეწირა რუსულ აგრესიას უკრაინაში და ჯერ კიდევ მისი ცხედარი არ არის ნაპოვნი ბრძოლის ველზე. მაშინ, როდესაც აი ეს ადამიანები, ვისურათებსაც ხედავთ, დალეწილები და დაჭერილები არიან რუსული ოცნების მიერ, მოსახლეობამ სწორედ ლოგიკურად მიიჩნია ის, რომ წალენჯიხაში არ უნდა ჩატარებულიყო ეს კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია იყო გაცხადებული და ყველასათვის ცნობილი, ქართულმა ოცნებამ გუშინ ღამე საპოლიციო ძალების დახმარებით აწყო სცენა და მაინც ხალხის ნების საწინააღმდეგო დაპირებს ამ კონცერტის ჩატარებას. ეს არის მიუღებელი ფორმა აი ამ კონცერტის გამართვის და მაშინ, როდესაც ჩვენთან არანაირი ნებართვაზე თხოვნა, არანაირი ჩვენგან გასცემული ნებართვა არ არსებობს, ისინი მაინც აპირებენ ამ კონცერტის ჩატარებას. ეს იყო წალენჯიხა, სადაც ოპოზიციის წევრები, მათ შორის მერის წარმომადგენლები, დაგეგმილი კონცერტის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ ეს არც ადგილობრივებს სურთ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს და